მოგესალმებით, მე თამია ტატალაშვილი ვარ და მოდით ერთი დღე გაატარეთ ჩემთან და ჩემს რესპონდენტთან ერთად. დღეს ჩემს გადაცემაში გაგაცნობთ ექიმს, რომელსაც პირველი ქართული კლინიკა აქვს ბრუკლინში. მე ვარ გრიგოლ გიგაადეიშვილი, დავიბადე საქართველოში, იმერეთში 1971 წელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ 22 წელია. დღეს ვარ თამია სტუმარი და მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია. გიგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და აი ესე გამოყვევი ამ ქარში მზიანი ამინდი კი არის, მაგრამ ძალიან სიცივეა ჩვენთან. სულ თავიდან რომ დავიწყოთ. როდის ჩამოხვედი ამერიკაში და როგორი იყო შენი პირველი დღე ემიგრაციაში? ჩამოვედი ამერიკაში 2003 წელს. დაოჯახდი, ახლა დაოჯახებული და ჩემ მეუღლესთან ერთად. დავიწყე სწავლა და ასე ვთქვათ, აქ ცხოვრობდი, რა სწავლობდი. ეს იყო სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა აქ დაიწყე? არა, არის სამედიცინო სფერო, თავიდან რომ ჩამოვედი, განსხვავებულია ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი სამედიცინო სისტემები განსხვავებულია, იქ კი ვიყავი ექიმი ამერიკაში, მაშინ საქართველოში, მაგრამ ამერიკა მოითხოვდა გადამზადებას, ასე ვთქვათ. ხო, და სანამ არ გადაემზადები, არ მიგიღებენ სისტემაში, ასე ვთქვათ. დღეს ამერიკაში შენ გაქვს ქართული კლინიკა. სანამ გადავალთ და მაყურებელს მოვუყვებით კლინიკაზე. მანამდე გიმუშავია თუ არა სხვა პროფესიით, იმისთვის რომ მოსულიყავი აქამდე? პრინციპში არა. მე ვიტყვი, რომ სკოლიდან რომ ჩავიფიქრე, რომ ყოფილიყავი ექიმი, პრინციპში მარტო ექიმად ვიმუშავე რა და სამედიცინო სფეროში ვიყავი. მე არ გამივლია ის ცნობილი ისტორიები, რომ სადღაც ვიმუშავე, რომ ჩემი პროფესიისთვის მიმეღწია. ესე მოხდა რა, რომ ამერიკაში ჩამოვედი, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ალბათ სამედიცინო სფეროში გამეგრძელებინა და დაუთმე ამას მთელი ჩემი ენერგია და მთელი ჩემი ცოდნა რა. ასე თქო და დრო. ქარს მივყავარ მე თან. ოღონ მართლა ეხა ჩანს ალბათ ეს კადრში. ჩამოხვედი, ენა არ იცოდი და დაიწყე სწავლა ამერიკაში. რა სირთულეების წინაშე დადექი? რა იყო ეს? განსაკუთრებით რაიმეს თუ გამოარჩევდი? ხო, სირთულე ის იყო, რომ რაღაც ენა ვიცოდი ახლა, ისე არ იყო თლათ, მაგრამ კომუნიკაცია სამედიცინო სფერო მოითხოვს მაღალი დონის კომუნიკაციას. სამედიცინო ინგლისური რა თქმა უნდა ვიცოდი, წაკითხვა, წერა, ასე ვთქვათ, გაგება, გააზრებული სისა, მაგრამ ეხლა მაღალი დონის კომუნიკაციას მოითხოვს ინგლისურის ცოდნა და ალბათ ამას დაჭირდა გარკვეული დრო, რომელიც დაიკარგა მედიცინის ჩემი 30 წლიანი ასე ვთქვათ, სამედიცინო სფეროდან ამოვარდნილია ეს 2 წელი, როდესაც წელიწად ნახევარი, როდესაც ენას სწავლობდი. მე ინტენსიურად დავკავდი რა სამედიცინო სფეროს, სამაგიეროდ მოსამზადებელი პერიოდი სწრაფად გავიარე რა. ყველა გამოცდა ჩავაბარე დაახლოებით 16-17 თვეში და ასე ვთქვათ, დაუბრუნდი ისე ჩემს მშობლიურ სფეროს რა. სადაც ეხლა იმყოფებით, აი აქ. ეს არის 10 თვის წერტილიქიდან დაიწყო, ეს არის ეს არ არის ალბათ საფინალო, მაგრამ ნახოთ ერთ-ერთი გარდამავალი ინტერვალური პერიოდი არის, მიყოფებით ამ ქართულ კლინიკასთან. პირველი ემოცია როგორი იყო, როდესაც ჩამოხვედი ამერიკაში? რა იგრძენი მაშინ? და რა გეგმები გქონდა? გეგმები თუ გქონდა? პირველი ემოცია არ ვიცი, ალბათ აეროპორტიდან მანჰეტენისკენ მიმავალი გზა მახსოვს. და ესა გრანდიოზულობის შეგრძნება, რომ შედიხარ ესეთ ქალაქში, მე საქართველოს მაშინ მე რომ დავტოვე, ცოტა სხვანაირი იყო, 2003 წელი იყო რა. ესე იგი ცნობილი მოვლენების წინ დავტოვე, ასე ვთქვათ. შეგრძნება იყო ამ გრანდიოზულობის, დიდის, რაღაც ახლის და ცოტა შიშიც იყო, რა თქმა უნდა. რომ ესე იგი აქ თუ მე შევძლებდი ცხოვრებას, შექმნას მაგრამ ჩემი მეუღლე იყო ჩემ გვერდით, რომელიც დიდი ხანი ცხოვრობდა მაშინ ამერიკაში და დიდად ხარ არ მეშინოდა რა. დიდი სუპორტი მექნებოდა, ვიცოდი და კიდევაც მქონდა რა. აი ეს ჩემ 10 წლით ადრე
12 წელს ადრე ცხოვრობდა, ჩამოვიდა ამერიკაში და უკვე აქ მოღვაწეობდა, ასე ვთქვათ. მეუღლეც ექიმია, ხო, როგორც? მეუღლეც ექიმი არის და ძალიან წარმატებული. ჩემი საამაყო ადამიანია. მე მგონი შემოსა ეგრევე მკურნალობას აგვიწყებს, იმიტომ რომ გავცივდით სულ ყველა. ჩემი გადაცემის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს მათთვის მორგებულ დისტანციურ მომსახურებას. თქვენ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში და მარტივად მართოთ თქვენი ფინანსები. ეწვია ვებგვერდს Migrants-ში, დატოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღე უფასო კონსულტაცია შენთვის საჭირო საბანკო პროდუქტებზე. მოვედით და რა კარგია, ქაურობა, რა კარგია. რა იყო პირველი სირთულე, რასაც სამედიცინო სფეროში, ასე რომ ვთქვათ, შეეჩეხე ამერიკაში? ესეთი პერიოდი იყო, მე რომ წამოვედი საქართველოდან, ცოტა ქაოსი სუფევდა ამ სამედიცინო სისტემაში 2003 წელს. და აქ რო ჩამოდიხარ, ესე დალაგებული, მოწესრიგებული და მიდგომები იყო სხვანაირი. სხვაგვარი არის მიდგომები იყო სხვაგვარი და ცოტა უცნაური იყო რა. რაღაც სფერო ძალიან განვითარებული იყო აქ. იქ საერთოდ არ არსებობდა ეგ სფერო. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ქართულ მედიცინაში წამოვიდა ეს თანამედროვე ტექნოლოგიები. მაშინ არ იყო ეგეთი რაღაცა და იყო აბსოლუტურად სხვა სამყარო, ასე ვთქვათ, ნახევარი მედიცინა იყო აბსოლუტურად სხვა. მოგეთამია ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ კლინიკა, ქართული კლინიკა. უამრავი პროფესიის ადამიანი მუშაობს აქ, მაგრამ გვინდა რომ პროფესიები დავამატოთ, სივრცე გავაფართოვოთ, შევცვალოთ, მოდიფიკაცია გავუკეთოთ. და იგეგმება ახლა ასე ვთქვათ მთლიანი რემოდელირება ამ კლინიკის. ახლა ახლა აქ მოგზავნით ჩემთან გაგვიზიარებთ თქვენს დეტალურ გამოცდილებას. ჩემი გადაცემის სპონსორია Boxset-ი, საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახორციელებს ამანათების გაგზავნას. ასევე მათ აქვთ ძალიან კარგი სიახლე ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის. საქართველოდან შეგიძლიათ ამერიკაში გამოაგზავნოთ ამანათი, რომელიც ჩამოვა ძალიან მოკლე დროში, ბიუჯეტურად და რაც მთავარია, კარამდე მიტანით. პროფესიით ხარ მიან გინეკოლოგი. რა ემოციურ გავლენას ახდენს შენი პროფესია შენზე? მოგეთამია ორი პროფესია, ასე ვთქვათ, მიანობა და გინეკოლოგია. ერთი განსხვავდება, მარტივი არის განსხვავება. მიანობა არის ორსული ქალების, ასე ვთქვათ, მოვლა და მზრუნველობა, გინეკოლოგია არის, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, არაორსული ქალების. ყველა ასაკის მათ შორის. ემოციური ნაწილი სავარაუდოდ უფრო მიანობა აღზრავს უფრო ემოციური ნაწილს გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ იბადება ახალი სიცოცხლე, ლამაზია, კარგია, ყველაფერი კარგთან არის ასოცირებული და ალბათ ემოციები მეტია. ანუ მიანობა არის უფრო შრომატევადი ნაწილი ჩემი პროფესიის და რაც ესე ახალგაზრდა მამაკაცი ვარ და ზოგიერთი ასე ვთქვათ ანებებს თავს მიანობის ნაწილს ხშირად ანებებენ ადრე თავს, იმიტომ ძალიან შრომატევადია და მოითხოვს ასე ვთქვათ დიდ ძალისხმევას. მაგრამ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით ვრჩები მიანობაში. იციან ჩემმა პაციენტებმაც, რომ მიანობა მithქვამს ხოლმე, რომ რამდენიმეჯერ მინდოდა რომ თავი დამენებებია ამ ნაწილისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის. არ გამოდის. ზუსტად ამის გამო, რომ ეს არის ემოციური ნაწილი არის ძალიან ძლიერი ამ სფეროში. ექიმის მხრიდან რა არის საჭირო, რომ პაციენტმა საკუთარი თავი იგრძნოს დაცულ გარემოში? ეს ესეთი რაღაც არის, რომ ამას არ ასწავლიან არც სამედიცინო სფეროში, არც. ეს შენი ასე ვთქვათ გაზრდის ამბავია, როგორი ხარ, ბუნებით როგორი ხარ, როგორი ადამიანი ხარ, როგორი შემეცნების ხარ. ანუ კონტაქტი ადამიანთან უნდა გქონდეს. იქ კონტაქტი გაქვს 4 ადამიანთან. 4 ადამიანი ხართ, ასე ვთქვათ, კონტაქტში რა. ეს არის შენი ორსული, იმის მეუღლე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის, ასე ვთქვათ, და ბავშვი. მეოთხე შენ ახარ რა ექიმი.
და ეს იგი უნდა მოხდეს ამ ვიღაც იტყვის რომ იგი ბავშვი მუცელშია რაღაც მაგრამ ხო იბადება ბავშვი თავის ემოციული სამყარო აქვს ასე ვთქვათ და ეს 4 ადამიანის გაერთიანება არის ეს როგორ უნდა გააკეთო არ ვიცი ალბათ შენ უნდა იყო ბუნებით ისეთი ადამიანი ემოციური უნდა გქონდეს ადამიანთან ასე ვთქვათ ახლოს დგომის ისა ის ემოციები უნდა გაიზიარო ორსული ქალები არიან განსაკუთრებით ემოციური ხალხი კი იცით ძალიან კარგად ჯერ ქალები არიან ემოციური მე ორსულები არიან double shot-ია ასე ვთქვათ ხო და ასე ვთქვათ ძალიან ბევრი დღის განმავლობაში 10-ობით შეკითხვა შემოვდის ტელეფონზე და ყველას აქედან 80% 90% უბრალოდ დამამშვიდებელი რაღაც ჭირდებათ არაფერი მეტი საკუთრებული არაფერი არ არის შეიძლება თქვა რომ 90% მაგრამ ეს არის უნდა გაუგო ადამიანს და უნდა იყოს ესე ვთქვათ უნდა ქონდეს სუპორტი და ეს შეუნდა იყოს ასეთი ბუნებით. ჩვენ ვიცით რომ ძალიან უყვარხარ პაციენტებს და ძალიან დიდი ნდობით სარგებლობა ასე რომ ვთქვათ პაციენტების მხრიდან. რა მაინტერესებს? შენი პაციენტები არიან ქართველებიც და ამერიკელებიც, ხომ ასეა? რა განსხვავებაა ქართველ და ამერიკელ ორსულს შორის? თუნდაც ემოციურ ამბავში. მაგადაგვედა გრიგორი. არ არის კაი, გაიგონ ისე ჩემო პაციენტებმა. სხვათა შორის მე მომიწია ყველა სოფლიოს ყველა ეროვნების პაციენტის შობია რომ და ყველას აქვს თავისი ეთნიკური თავისებურება ახასიათებს. ახლა არ ჩამოვყვევი, მაგრამ ეს ძალიან თემა იქნება რა. რიგითი ამერიკელი ძირითადად რასაც ეთყვი ყველაფერს გიჯერებს, იმიტომ რომ მათმა იციან რომ ექიმი უნდა დაუჯერო, რომ ეს ექიმის აქ ექიმის სტატუსი მაღალია რა საერთოდ და არ განიხილება რაღაც სხვა საკითხი. ქართველი პაციენტები არიან უფრო ემოციურები. ძალიან ემოციურები არიან. ყველაფერს აღიქვამენ გადაჭარბებულად და ასე ვთქვათ უფრო მეტი გჭირდება ძალისხმევა რომ ასე ვთქვათ მოაქციო დაგიჯეროს მოგისმინოს გააკეთოს ის რაც არის გასაკეთებელი ასე ვთქვათ მაგრამ პლუს ამას ქართველი პაციენტები არიან უფრო არ ვიცი მე ესე მგონია რომ თვლიან რომ ყველაფერს აპროტესტებენ ანუ პროტესტი იმ გაგებით არა რა ნეგატიური კუთხით უფრო რომ განათლებულები არიან მათი IQ არ ვიცი უბრალოდ არ მინდა შედარება თუდად გამომევიდეს მაგრამ ყველაფერს კითხულობენ ყველაფერს ეძებენ და ყოველთვის აქვთ არგუმენტირებული თუ არ არგუმენტირებული პასუხი შენს წინააღმდეგ ან შენს წინაშე და ყოველთვის სვამენ კითხვებს აი ესეთ კითხვებს ქართველი პაციენტები სვამენ ზოგადად უფრო ხშირად სხვათა შორის რუსი პაციენტები არიან კიდე ეგეთები ხო და ამერიკელები ნაკლებად სვამენ რომ ეტყვი რომ ეს ესეა გასაკეთებელი მოგისმენენ გისმენენ გააკეთებენ ეგრე და ქართველებს უფრო ბევრი კითხვები აქვთ ისეთი ხუმრობით ვიტყვი ხო შეიძლება რა ასე ვთქვათ ნათქვამი აქვთ ერთი საქართველოში იყო ერთი ყავდა ჩემი პაციენტის მეუღლე იყო და ესეთი რაღაცა მითხრა მეო შეიძლება ჩემ პროფესიაში არ მესმოდესო რაღაცო მაგრამ მედიცინაში რაღაც ვიციო და მეთქვა ისე კაცო მე ვერ ვისწავლები ეს არ ჩაწერო თუ მე ვერ ვისწავლე მედიცინა ბოლომდე და შენ როგორ ეწოდინებოდა შეგვიძლია მოკლედ ესეთ თემა არის რა მოკლედ ისი თქმა მინდა არ ვიცი ეს რა ნაწილი წავა რა ნაწილი არა როგორც წებს უსტად მე თქვენ ამოჭერეთ აკეთეთ ისე არაფერსაც არ ამოუჭერეთ ხო მაგრამ ქართველი პაციენტი არის უამრავი შეკითხვა, უამრავი ემოცია, უამრავი პროტესტი, რა თქმა უნდა დამჯერები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ეს არის ყველაზე რთული, ანუ ემიგრაციაში ეს კიდევ ალბათ უფრო რთულია. პაციენტი ვამპირები არიან. არ გაგვეცდა გამოუშრათ. კარგია ეს მიყვარს მე რა გიგოსო ის არის. ხო. კი. და მე ვიხარჯები, ეს კარგია. ვიხარჯები და ამას ხედავენ თვითონ და მიფასებენ. ეს ძალიან კარგია, რომ მიფასებენ და მე მიყვარს ჩემი პაციენტები. მართლა ამ სიტყვის პირდაპირ ნიშნობით მიყვარს მათთან მუშაობა და მიყვარს შედეგის დადება, ასე ვთქვათ. და ამას მიფასებენ. მე ბოლოს ხო იცით რომ ემოციურია რაღაც ნაწილი, მე ფინალი ძალიან დიდი, ძალიან ემოციურია. აქვე უნდა ვიკითხო
მომავალი მამები რამდენად არიან ჩართული პროცესში და ასევე მაინტერესებს ძალიან ქართველ მამას და უცხოელ მამას შორის განსხვავება, როგორც ვისაუბრეთ დედებზე, იგივე რომ მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს მამებში რა სხვაობაა ქართველ და ამერიკელ მამას შორის. თქვენ რას ფიქრობთ? ისე რა სხვაობაა? დაგვიწერეთ თან კომენტარებში. და აქვე ჩვენი არხიც გამოიწერეთ. კარგი შეკითხვა არის, რატომ? იმიტომ რომ მამებმაც მოისმინეთ ესა. არის მე დავყოფდი ესეთი generation აი ესეთი ვთქვათ თაობათა ორ თაობად გავყოფდი. ერთი ცოტა ასაკიანი მამები, ისინი ძირითადად ძველი ყაიდის მამები არიან და ბევრს საერთოდ არ უნდა რომ დაესწროს მშობიარობას, მაგალითად. ხო. და ახალგაზრდა მამები დაუშვათ ესე 25-30 წლის ქვემოთ. განსაკუთრებით აი ბოლო ორი მშობიარე მყავდა, ეხლა განცვიფრებული ვიყავი, როგორები არიან, რა თქმა უნდა ესწრებიან და როგორ უვლიდნენ, როგორც ისე უვლიდნენ თავიანთ მეუღლეებს, ისე აკეთებდნენ ყველაფერს, გეგონება რომ მართლა ეს ტრეინინგი და გავლილი ქონათ ეს სამედიცინო განათლება და ის ძალიან ახლოს არიან, ძალიან ასე ვთქვათ ინტიმურად, ასე ვთქვათ უფრო მეტი სიახლოვე არის სამ ახალგაზრდა მამებსა და ახალგაზრდა გოგონებს. ეტყობა რაღაცა თაობებში არის რაღაც განსხვავებული ცნობიერება რა, კულტურული თუ ემოციური რა. ასე რომ ახალგაზრდა მამებს პლუს უწერ, ძველი თაობის მამებსაც უწერ პლუს. ცოტა ნაკლები. მაგრამ ცოტა უნდა გავაქტიურდეთ მამიკოებო. გინდათ მშობიარობაზე და დაესწროთ. მეუღლეების მშობიარობას ასე ვთქვათ. შემოვედით. კი, აგერ ჩვენი კვანცა. ჩვენი კვანცა, ქართველი გოგონა გვყავს და ვის ველოდებით? საერთოდ რამდენ კვირაზე ხდება სქესის გაგება? 10 კვირიდან შეიძლება 9 კვირიდანაც არის. მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ისმება სადღაც 13-14 კვირაზე, როდესაც სისხლის ანალიზი კეთდება. და აკვრათ ლამაზი სავარაუდოდ ბიჭია. აგერ კონცერტს მოვასმინეთ ხა. ყველაზე ლამაზ ბგერებს. ყველაზე საოცარ ბგერებს. აიცა კიდე. ესეთ მოვასმინე. მოგწონს განც? პირველია? მეორეა. ესეა მოკლედ. ყავს ლამაზი კარგი ბიჭი, უკვე მოძრაობას დაწყებული აქვს შეგინით. გრძნობ მოძრაობას? ჯერ ვერა? არა, ალბათ 18 კვირით. 18, 19, 20 კვირიდან იგრძნობს კვანცა მოძრაობას. საკეისროს და მშობიარობას შორის ექიმი ყოველთვის რეკომენდაციას უწევს მშობიარობას. მე როგორი ინფორმაციაც მაქვს, ქალის სასქესო ორგანო ვიღარასდროს ვეღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და აი დეტალურად რო ავხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა პლუსი და მინუსები აქვს მშობიარობას და საკეისროს. პასუხი ცოტა როგორც იტყვიან ამერიკაში კონტროვერსიალ არის, ანუ წინააღმდეგობრივია და ასე თქვათ მედიცინაში, გინეკოლოგიაში არ არის შეჯერებული პასუხი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ესე იგი მაინც იმდენად დიდი არის ბენეფიტი, ანუ სარგებელი, ასე ვთქვათ, მშობიარობის საკეისროსთან შედარებით. რომ ჩვენ რეკომენდაციას უწევთ მაინც მშობიარობას მარტივი მიზეზის გამო ქალი მშობიარებს რისკები ნაკლებია, გართულებები ნაკლებია. რა თქმა უნდა, კარგ მშობიარობაზე არის საუბარი და თორე ზოგიერთი მძიმე მშობიარობა საკეისროზე გაცილებით მძიმეა და შეიძლება ფატალური შედეგითაც დასრულდეს. რაც შეეხება ამ ნაწილში თავ შევიკავებ პასუხისგაცემისგან, იმიტომ რომ წინააღმდეგობრივია პასუხი ჯერჯერობით რა.
რა ნაწილშიც თქვენ დამიშვის შეკითხვა. მშობიარობის შემდეგ ქალები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას იმისთვის, რომ ქალისასქესო ორგანო დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას. რეალურად თუ ხდება ნამდვილად და თუ ნამდვილად უბრუნდება საწყის მდგომარეობას ქალისასქესო ორგანო, ეს ძალიან მაინტერესებს და ასევე რამდენად უსაფრთხო არის. ეს ესთეტიკური ნაწილია მაინც ასე ვთქვათ და ხანდახან არ არის მარტო ესთეტიკური ნაწილი, სამკურნალო მნიშვნელობაც აქვს, იმიტომ რომ არის დაწევა, უამრავი გართულება, ისეთი რომ შეიძლება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ამან და შეაწუხოს ქალი რა, იქ არ ხდება მარტო ეს, არ არის ესთეტიკური ნაწილი, შეიძლება იყოს ისეთი, რომ მარტივად უჭირდეს ადამიანს მისი ჩვეულებრივი საქმიანობის შესრულება. ამიტომ, მაგრამ მოდი შევჩერდეთ მარტო ესთეტიკური ნაწილზე. სამკურნალო ნაწილი ადრეც განვითარებული იყო, კარგი იყო. ესთეტიკური ნაწილი ცოტა ამ ბოლო დროს, ასე ვთქვათ, წამოვიდა, აქცევენ ამას ქალები ყურადღებას, როგორც საერთოდ პლასტიკური ქირურგია. არსებობს უამრავი მეთოდი არსებობს, არის ქირურგიული ჩარევა, ეს და არსებობს სხვა ინსტრუმენტები, სადაც ხდება ამისი აღდგენა, რეაბილიტაცია, დამსგავსება მის პირვანდელ პოზიციასთან, ასე ვთქვათ. გააჩნია ქალს და გააჩნია ხასიათს, ასე ვთქვათ რა. მაგრამ უსაფრთხო არის, რა თქმა უნდა. ვისაც უნდა არ მოგერიდოთ, გააკეთეთ ეგ საქმე. როდის უნდა ვესაუბროთ გოგონებს და ბიჭებს სქესობრივ ცხოვრებაზე? ზოგი შეიძლება უთხრა 12 წლის ასაკში, ზოგი შეიძლება 14 წლის ასაკში, ზოგი შეიძლება 10 წლის ასაკში, მაგრამ ბავშვებმა რაც უფრო იციან, უკეთესი არის რა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ როცა არ იციან, მაშინ აშავებენ. ახო, ამერიკაში არის სხვათა შორის 18 წლამდე ამერიკაში დედის და მამის გარეშე ვერ უმკურნალებ ქალიშვილს, ასე ვთქვათ, გოგონას. მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს დედის და მშობლების გამო დაიღო, მაგრამ არსებობს 4 კრიტერიუმი, როდესაც მშობლის გარეშე შეუძლია მოსვლა რა. ეს არის ზუსტად ეგ საკითხები, რაც შეეხება კონტრაცეფციას, ორსულობას, სქესობრივ ცხოვრებას და ასე შემდეგ. არის 4 საკითხი, სადაც მშობელი რომც იყოს, უნდა ოთახი დატოვოს რა მშობელმა და ცალკე უნდა ესაუბრო თინეიჯერს რა, ასე ვთქვათ. რომელი ასაკიდან არის ბიოლოგიურად გოგონაც და ბიჭიც, ან ქალიც და მამაკაციც, ასე ვთქვათ, მომწიფებული, რომ მას უკვე შეუძლია დაიწყოს სექსუალური ცხოვრება? იცი რა არის ერთი ვარიანტი რო თქვა იმათ აწყენინებ, აქეთ ლიბერალებს აწყენინებ, იქეთ კონსერვატორებს. როცა ერთ პაციენტთან ზიხარ, არა უშავს, მოგუდავ იქ. და იქეთ ისინი გამოვარდებიან რა ქვია, იქეთ ჯვრებით გამლახავენ, იქეთ ისინი გამლახავენ, არის გაიგებ რა. ნუ ამაზე რთულია პასუხისგაცემა, რთული არ არის, არის სტანდარტი და 16 წლამდე არ შეიძლება ასე ვთქვათ, მაინც ეს თემა ესეთი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ მეკითხებით, თუ რა დროს არის სასურველი, ალბათ 20-იანი წლები არის ყველაზე ესეთი ფიზიოლოგიურად დასრულებული ქალის სხეული და მამაკაცის სხეულიც, ასე ვთქვათ, მშობიარობისთვის, ყველაფრისთვის იდეალურად ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, რისკები მინიმუმი. 20-იან წლებში სავარაუდოდ ყველაზე სასურველია მშობი, თუმცა დღეს ხდება, მთელ მსოფლიოში ხდება, ქალები რადგანაც დასაქმდნენ პროფესიულად, უფრო ქალის როლი წამოიწია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განათლება, პროფესიული საქმიანობის გამო childbearing, როგორც ქვია, შვილის ყოლის ასაკმა გადაიწია იქეთ მოგვიანებით. ასე რომ ჩემთან რომ მოვა 35-დან 45 წლამდე ქალი, ორსული, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა დღეს. ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც დედა გახდა. აქ 15 წლის ყოლია, მაგრამ საქართველოში 12 წლის. როგორ შეძლო ფიზიოლოგიურად? 12 წლის შობიარე მახსოვს საქართველოში და 2-13 წლის შობიარე. აქ 15 წლის, ამას წინათ ყავდა 15 წლის შობიარე. ესეთია, ჩემ სტატისტიკაში. დამაზიანებელი არის ეს თვითონ დედისთვის? ძალიან პატარები არიან და იმიტომ. კი, ამაზე ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია გაქცე პასუხი, რომ დედა არ უნდა დაორსულდეს ამ ასაკში, არ უნდა გახდეს გოგონა არ უნდა დაორსულდეს ამ ასაკში. ცხოვრებას თავისი საგუნა ისწავლოს, ნახოს ცხოვრება, როგორც ვიტყვით რა, შინაურულად როგორც ვიტყვით რა. რო გითხრათ სიმართლე, იმისი
მოვლაც არ არის დასრულებული მაინც მენტალურადაც სხვანაირი არის ბავშვია რა მენტალურად და სასურველია რომ თავის ასაკი აქვს რა თქმა უნდა ყველაფერს მე რო ვიყო სავარაუდოდ 20-იან გვიანი 20-იან წლები არის საუკეთესო პერიოდი რა 27 28 29 30 ყველაფერს ქალი მოასწრებს ყველაფერს სწავლასაც მოასწრებს განათლებასაც დაოჯახებასაც მოასწრებს შვილებიც ალბათ იდეალური ეს ჩემი პირადი აზრი არის რა თქმა უნდა არავის არ ვახო ეს არ არის სამედიცინო მოსაზრება მარტო როგორც ისე შემხედეთ როგორც გიგადიშვის როგორც ადამიანსაც ხანახავ ხანდახან როდის გაჩნდა იდეა გაგეხსნა ქართული კლინიკა ბრუკლინში დიდი ხანი მქონდა ეს იდეა მაგრამ რატომღაც ვერ მოვაბი თავი რა ამას იმიტომ რომ ჰოსპიტალში საკმაოდ კომფორტულად ვიყავი მუშაობდი და ესე თქვა ბევრი პაციენტები ვიყავდა მაგრამ მე დამეხმარა ჩემი მეგობარი ალექსანდრე თორელი ჩვენი საერთო იდეა იყო ესა ხო და გადავწყვიტეთ ხო იცით როგორ არის რა რაღაც საქმეს რო იწყებ და რაღაც ცოტა გჭირდება რომ ვიღაცამ ხელი გიბიძგოს და იმასაც უნდოდა მეც მინდოდა და ეს ერთმანეთს შევეშველეთ და ძალისხმევა გამოვიჩინეთ და გავაკეთეთ ესა ჩვენი ერთობლივი პროექტი არის ასე ვთქვათ ნამუშევარი როდესაც შემოხვედი ამ ბიზნესში რა იყო ყველაზე დიდი სირთულე სიმართლე გითხრა დიდი სირთულე მე ასეთი არაფერი მიგზნია იმიტომ რომ როდესაც ბიზნესი იწყებ ნუ ბიზნესია თუ ეს სამედიცინო სფერო არის ყოველთვის ვცდილობ რომ იფიქრო რომ ასე ვთქვათ გეყოლება თუ არა პაციენტი მე უკვე ვყავდა საკმაოდ დიდი რაოდენობა პაციენტების ყოველგვარი გართულების გარეშე რო გითხრათ სიმართლე რომ დიდი პრობლემები იყო არა ადამიანები რომლებიც მუშაობენ კლინიკაში მათი ძირითადი ნაწილი არის ქართველი ხო ასე არის როგორ მოხდა მათი შერჩევა ამ ხრით ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქართველთან მაქვს ურთიერთობა ფაქტობრივად 90% ჩემი პაციენტები არიან ვისაც მოწონს მოდიან კლინიკაში თუ მაქვს რა თქმა უნდა ვაკანსია რჩებიან და მუშაობენ რა შევარჩიე ჩემი პაციენტები და მოკლედ ესე ვთქვა ეს არ ვიცოდი ნამდვილად საკმაოდ დიდი დრო მქონდა დაკვირვებისთვის წელი წრა აკვირდებოდი და შემდეგ შენ ჩემთან იმუშავებ რაღაც ესე გადაწყვიტე ხა ასე რომ ვისაც გინდათ ჩემთან მუშაობის დაწყება კარგად მოიქეცით სად ხედავ საკუთარ თავს წლების შემდეგ ჩემი თავი მაინც წარმოვიდგენია მედიცინაში რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა გავაკეთო მედიცინაში ვიქნები მაინც შემოთამია და ეს არის რაღაც ისეთი რამე არის რომ ვერ შეველევი ვერანაირად რა ალბათ ღრმა მოხუცებულობაშიც წარმოვიდგენია ჩემი თავი ექიმად რას ეთყოდი იმ ადამიანებს რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადათქმის არაფერს არ შეგეშინდეთ არასდროს ადამიანს აქვს უზარმაზარი ენერგია უზარმაზარი პოტენციალი რომელიც თვითონაც შეიძლება არც იცის რომ აქვს თავი არის მონდომება თუ არ მოინდომებ ვერაფერს ვერ გააკეთებ მაგრამ თუ მოინდომებ თავს გადადგამ როგორც მithქვამს იმას ვიმეორებ რა ყველაფრის გაკეთება შეიძლება ყველაფერს შეძლებ თუ გინდა ოღონდ გულით უნდა გინდოდეს რა არის ის თავარი რამ რის გამოც ამდენი წელია ხარ შენს პროფესიაში გულდაწყვეტის მომენტებიც მქონდა ჩემ ცხოვრებაში მაგრამ ესენი არიან თითქოს ჩამოსათვლელი არის ეგეთ შემთხვევა და ასე ვთქვათ უდიდესი უმრავლესობა არის დიდი ემოციური კავშირი მაქვს და პაციენტები მაცოცხლებენ ამ სფეროში და თუ ესეთი პაციენტები მეყოლება კიდევ იქნები აქ და თუ არა და თუ არ დავჭირდები ჩემ პაციენტებს ალბათ პაციენტები და სად არის შენი სახლი ნუ ჩემი სახლი ამ ეტაპზე მედიცინაშია ასე ვთქვათ ამაზე არის ხო საუბარი ეგეც მაგრამ მე მაინც გულისხმობ საქართველოს თუ ამერიკა სად არის შენი სახლი ძალიან რთული შეკითხვა არის ძალიან რთული შეკითხვა იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ორივეგან გრძნობ რო ჩემია რა ორივე გრძნობ რო ჩემია ვერ უარყოფ მე ამერიკის ქვეყანას თვითონ ამ ქვეყანას თავისი მადლი აქვს და თავისი მშვენიერება აქვს და ვერ უარყოფ მიუხედავად იმისა რა თქმა უნდა ჩემი ქვეყანა არის პირველი ჩემთვის შეუცვლელი მაგრამ ამ ქვეყანას ვერ დაუკარგავ როლს შეგვიძლია ხო ორი სამშობლო გქონდეს
დავასრულეთ ჩვენი ინტერვიუ. ძალიან დიდი მადლობა. ფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. თქვენც შეგვაფასეთ. დიდი მადლობა, თამია. და შევხვდებით მომავალში. შევხვდებით. კი, აუცილებლად. მოგეთ დაიწყო თამიას ბლიცი. და ერთი რთული და ხანგრძლივი ოპერაცია თუ 100 კონსულტაცია. ხანგრძლივი ოპერაცია ჯობია, მალე გადის დრო. შემდეგი რომელი გირჩევნია აუხსნა ევოლუცია თინეიჯერს თუ აუხსნა მენოპაუზა ქალს? ორივე რთულია. პირველ შემთხვევაში ხო ჩემი შვილი თინეიჯერი აღარ არის, მაგრამ არ ვიცი ამას როგორ გაიგებს ევოლუციას არ ესმით ამათ. არც როგორც ქალს არ უნდა გაიგოს რომ მენოპაუზაში. არანაირად არ უნდა დაიჯეროს ხო, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის და მე ვეუბნები რომ ეს არის როგორც ეთქვა normal aging ამერიკელები რო ეძახიან ნორმალური ასაკობრივი ცვლილება. ასე რომ ნორმალურს რო იტყვი იქ ესე იგი მოწყობთ მე. სიტყვა ნორმალურს რო იხმ, არანორმალური არ უყვართ. საქართველო თუ ამერიკა, ორივე რატო? 50-50. მე ეგრე მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ვერც ერთი ქვეყნის გარეშე ვერ გავძლებ. და ასე რომ ორი ქვეყანა მაქვს. ჩემი თავი ქვეყანა მეც საქართველოში. რომელი გირჩევნია უთხრა პაციენტს, რომ ის არის ორსულად, როდესაც მას ეს არ უნდა, თუ უთხრა პაციენტს, რომ ის არის ორსულად, როდესაც მას ეს ყველაზე ძალიან უნდა. რა თქმა უნდა, ვისაც უნდა, იმას რო ეტყვი, კარგია, თორემ ვისაც არ უნდა, მე იწყება პრობლემები რა, კი. რა თქმა უნდა. ვისაც უნდა, ის უნდა კონდეს, რაც უნდა. ხალათი თუ პიჯაკი. ორივე კარგია, რა ვიცი. ხალათი რა თქმა უნდა წამყვანია. ძალიან დამღლელი სამუშაო დღის მერე გართობა თუ სახში დასვენება. აუ, გართობა ჯობია. მეუღლესთან ერთად რა თქმა უნდა. რატო კარგია ეს მინდა? კარგია გართობა. ერთი წელი შენი პროფესიის გარეშე თუ ერთი წელი მობილურის გარეშე? მობილურის გარეშე ერთი წელი. შემიძლია გავძლო და პროფესიის გარეშე ჯერჯერობით ვერ გავძლებ. შემდეგი რომელი გირჩევნია პაციენტი, რომელსაც საკუთარ თავს დიაგნოზი დაუსვა თუ პაციენტი, რომელიც ამბობს, რომ მე არასდროს ყოფილ ვარ ავად? აუ, ორივე არის მოკლედ, ორივე პაციენტი არის ყველაზე რთული პაციენტი და ძალიან ბევრი არიან ქართული პაციენტები ასეთი. 90% თავს უსვამს დიაგნოზს და როდესაც ურეკავ და ეუბნები პაციენტს, რომ შენ ეს გააქვს, ესე არის, ეს რო არ მქონდა, ესეთი არის ის, რო არა, მე ეს არასდროს არ მქონია, ეხლა გაქვს, კაცო, ეხლა გაქვს, ვიტო მოხვედი ჩემთან. მოკლედ. ორივე არის ტიპიური ქართველი პაციენტი რა. ხო და ძალიან არ უნდა სავარაუდო, ძალიან არ უნდა რომ გაიგონ, ისა რა ქვია, რომ ავათარიან და დიაგნოზს ხშირად უსვამენ თავს. ქართველი ექიმი თუ ამერიკელი ექიმი? ეს პაციენტებმა გადაწყვიტონ, არ ვიცი, ამასაც ცოტა არაეთიკური არის, მაგრამ ახლა ემოციურად ქართველი ურჩევნიათ ქართველებს, იმიტომ რომ ქართულად საუბრობ. ხანდახან მოსულა ჩემთან პაციენტი და უთქვამს, რომ აი, ნამდვილი გეძებეთ და გიპოვეთ როგორც იქნება. გამიხარდა ახლა ვიფიქრე, რომ კარგი ექიმი ვარ და მაგრამ ვთქვა რატომ ეძებეთ და იმიტომ რომ ქართულად მოსაუბრე ექიმი ვერ ვიპოვე. ნაირიც ხდება, ასე რომ ჩემო კარგებო ესე არის რა, ამერიკელი და ქართველი ექიმი ზოგადად აქ განიხილება ერთნაირად და ვერ გადაუხვევთ იქ ისინს.